მე ვარ ლუკა ლომინაძე 9 წლის. სწავლობ ბათუმის მესამე საჯარო სკოლაში. ჩემი საყვარელი საქმიანობაა ფეხბურთი, კარატე, ცეკვა და ლიტერატურა. აქედან ყველაზე მეტად მიყვარს ფეხბურთი. უკვე 2 წელია ვთამაშობ დელფინებში. ჩემი მეგობრები თამაშობდნენ და ამიტომაც შევედი დელფინებში. სხვათა შორის ვარ ძალიან კარგი მეკარე. ადრე ვთამაშობდი შეტევაში, ეხლა გავხდი მეკარე. ყველაზე კარგად გამომდის პელნების აღება. მე სულ ვყურებ ბურთს და მაქვს კარგი რეაქცია. გამოსასწორებელი მაქვს ფეხით თამაში. დელფინები იმიტომ მგონია რომ არის კარგი გუნდი, რომ იქ არის კარგი მასწავლებლები და ბავშვები არიან მეგობრულები. უკვე მქონდა 15-მდე შეჯიბრება. ვეთამაშე პორტუს, ავიღე ყველა ბურთი და ვიყავი საუკეთესო ფეხბურთელი. ჩემი საყვარელი ფეხბურთელი არის მამარდაშვილი, იმიტომ რომ იგიც როგორც მე არის მეკარე და ძალიან ბევრი სეივი გააკეთა. საყვარელი გუნდია საქართველოს ნაკრები. ნაკრებში სიამოვნებით ვითამაშებდი 23 ნომრით. მე მაქვს ნიჭი და მინდა გავხდე დიდი ფეხბურთელი. ჩემი მეგობრები სულ ამბობენ, რომ მე ვარ კარგი მეკარე და მამარდაშვილს მიძახენ სულ. თუ ფეხბურთელი ვერ გამოვალ, მაშინ გამოვალ კარატისტი. ჩხუბი ძალიან მიყვარს და კარატეზე დავდივარ 4 წელი. ბავშვობაში ვიღაცა ბავშვები შემოდიოდნენ ეზოში და გვეჩხუბებოდნენ. ამიტომაც გადავწყვიტე კარატეზე შესვლა. ჩემი სენსეი არის მიშა მელუვა. ის არის ყველა ბავშვის დიდი მეგობარი. სულ კარგ ხასიათზე და ყველა ბავშვს უყვარს. კარატეში ყველაზე ძნელია აღტე და ფეხი დაარტყა თავში. ყველაზე ადვილია მაიგერი. მაიგერი არის ფეხის ასე წინ დარტყმა. ზოგჯერ კარატეს ვიყენებ სკოლაში. ზოგჯერ სკოლაში იმიტომ ვჭხუბობ, რომ უსამართლობა არ მიყვარს. ყველაზე ადვილია გოგოს გამოჩხუბი. ახლა შეყვარებული არ მყავს, მაგრამ ადრე ძალიან ბევრი მყავდა. ერთხელ ერთად მყავდა 7 შეყვარებული. ეს იყო ჩემი პირადი საიდუმლო. ცოლს რომ მოვიყვან, ვიქნები 25 წლის. შვილებს დავარქმევ ალექსანდრეს, იოანეს და ლიზას. ძალიან მიყვარს ჩემი სკოლა, იმიტომ რომ იქ მყავს კარგი მასწავლებელი და კარგი მეგობრები. ჩემს კლასში ყველაზე მხიარულია ალექსანდრე ქაშიბაძე. ყველაზე მშვიდია მირიანი დიასამიძე. ყველაზე ცელქია ნიკოლოზ გორგილაძე. მე ვარ ყველაზე სიმპათიური და ნიჭიერი. ჩემი საყვარელი საგანია მათემატიკა. საყვარელი მასწავლებელია ნინო გუგუშვილი. ის არის ლამაზი, კეთილი, მხიარული, მაგრამ ცოტაზე კაცრი. რომ გავიზრდები, მინდა გამოვიდე გემის მექანიკოსი. სახლში ვცხოვრობ მე, დედა, მამა, ბებია, ბაბუა და 2 ძმა. კიდევ მინდა მყავდეს 2 ძმა. ჩემი ძმა არის 6 წლის და ჰქვია ნიკოლა. ის არის სიმპათიური, ჭკვიანი, კეთილი და მეგობრული. მეორე ძმა არის 1 წლის და ჰქვია ილია. ილია არის ტირალა, სასაცილო და ჩემთვის საუკეთესო. ჩემი აზრით ნიკოლა რომ გაიზრდება, გამოვა ფეხბურთელი და ილია გამოვა მხატვარი. მამა ჩემი არის მეზღვაური, ეხლა არის გემზე და ძალიან მენატრება. ის არის სიმპათიური, მშრომელი, ვაჟკაცი, კეთილი, მეგობრული. დედიკო არის ლამაზი, კეთილი, ფილი და საქმიანი. ძალიან მიყვარს დედიკოს გაკეთებული კექსები. ჩემი ცოლი ყველაზე კარგად გააკეთებს ტორტს. მიყვარს კითხვა და ჩემი საყვარელი წიგნია დოგმენი. საყვარელი ფილმი არის ლიონი. ძადოსნური ჯოხი რომ მქონდეს, საქართველოს გავაერთიანებდი. სამოგზაუროდ სიამოვნებით წავიდოდი იტალიაში. მე ასევე მიყვარს ცეკვა. უკვე 3 წელია ვცეკვავ ლაშქარში. ჩემი საყვარელი ცეკვაა კაური. საყვარელი ილეთი არის ეს. ჩემ ქორწილში ჩავიცმევ ჩოხას და აუცილებლად ვიცეკვებ. მე გამოვიძე და ჩავიცმევ შარვალ კოსტიუმს. ვარ ძალიან სიმპათიური ბიჭი და ყველაფრის ჩაცმა მიხდება. წინა მონაწილემ დამიტოვა ასეთი შეკითხვა. რა არის ჩემი ოცნების საჩუქარი? ჩემი ოცნების საჩუქარია გეიმერული კომპიუტერი. შემდეგ მონაწილეს ვუტოვებ ასეთ შეკითხვას. რომელი სუპერძალა უნდა რომ ჰქონდეს? მე მაგალითად მინდა ვიცოდე ფრენა და აქედან პირდაპირ გავფრინდებოდი სახლში. ბედნიერება არის მამიკოს ჩამოსვლა, დედიკოს ჩახუტება და ფეხბურთის თამაში. მე ვარ ბედნიერი ადამიანი.